მოგესალმებით, ძვირფასო პეკატიველებო. მე გიგლა ვარგოვიჩია, ჩემი საავტორო გადაცემით დიდი გარღვევა. სულ ცოტაც და ახალი 2025 წელი შემოაბიჯებს პლანეტა დედამიწას. ამიტომ ყველაზე უბრალოდ ჩავთვალეთ წლის მიწურულს, გავაკეთოთ ერთგვარი შემაჯამებელი გადაცემა. შევაჯამოთ ყველაფერი ის, როგორ წელი გქონდა საქართველოში. რა გადავიტანეთ? რა არის მოსალოდნელი, ამაზეც ვილაპარაკებთ და დღეს ტრადიციისამებრ ჩემი სტუმარია ტელეკომპანია PKTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი კლინიკა ესკულაპის მთავარი ექიმი და დირექტორი მოძრაობა საქართველოს შვილების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი ზაქარია რუჭიკაშვილი თქვენთვის და ჩემთვის კარგად ცნობილი რესპონდენტი. მოგესალმებით. მოგესალმებით. კარგი ბატონო. დავიწყოთ შეჯამებით. რა შეგვიძლია უთხრათ ჩვენს მაყურებელს, როგორ იყო საქართველოსთვის 2024 წელი მთლიანად, რას მივაღწიეთ, რას ვერ მივაღწიეთ, რა გამოიკვეთა და რას უნდა ველოდოთ, რა მთავარ გამოწვევებს უნდა ველოდოთ 2025 წელს, რა მოუყვება აქედან. ცოტა ფართო თემებია, მაგრამ დავიწყოთ. 2024 წელი ძალიან დიდი პოლიტიკური ნებათაღებების წელიწადი იყო. და გრძელდება და ეს გადმოყვება 2025 წელსაც ალბათ. საქმე იმაშია, რომ 2024 წელს განვლილი არჩევნების შემდგომ, 26 ოქტომბრის შემდგომ გვაქვს ესეთი აქციები დაგრწული მთელი 2 თვე მოსახლეობა თუმცა ეს მაგრამ მარტი-აპრილის გვახსოვს ჩვენ გაზაფხულის პერიოდზე ის ერთხელი 2024 წელი მიმდინარეობდა ესეთი ბეწვის ხიდზე სიარულში ჩვენი ქვეყნისთვის იქეთ უკრაინის ომი, იქეთ ისრაელის ომი, იქეთ სირიის ომი, ახლა კიდე მოვლენები და დაძაბული სიტუაცია საქართველოს გარშემო უკვე 2021 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა სულ რუღილი მატულობს და ცხელი წერტილები გარემოცვაში ფიცავს ჩვენ ცხოვრება. ასეთ სიტუაციაში შეინარჩუნო მშვიდობა ქვეყანაში, მით უმეტეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ფეთქებად საშიში სიტუაცია პოლიცია შორის ურთიერთდაპირისპირება და უფრო ხშირად გესმის სიტყვა სამოქალაქო ომი, არ დაიწყოს სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ. ასე რომ საკმაოდ ნევროტულ სიტუაციაში გაიარა 2024 წელმა. 2025 წელსაც ვფიქრობ ეს ნევროტულობა გადმოყვება და ბევრად არის დამოკიდებული მსოფლიოს დიდ მოთამაშეებს. თუმცა ალბათ არა იმ დოზით. არავინ იცის ეს, იმიტომ რომ გააჩნია რა შეთანხმებას მიაღწევენ ერთმანეთთან მსოფლიოს დიდი მოთამაშეები. ბატონო. ძალიან დიდი იმედი აქვს სხვა შორის ტრამპის ადმინისტრაციის, რომელიც ოციანებდა შევა ძალაში, მაგრამ წინასწარ მოთელვით სამუშაოებს ტრამპის უკვე მოაზრებული ადმინისტრაცია ატარებს უკვე რუსეთთანაც, უკრაინასთანაც, იქ სირიასთანაც და ასე შემდეგ და მაინც ძალიან სწრაფად სიტუაციის დამშვიდების იმედი ნამდვილად არ მაქვს მე არც მე და არც შეს მაყურებელს ვეთქვი რომ ახან 2025 წლის 20 იანვარს ტრამპი შევა თეთრ სახლში უკვე ყველაფერი კარგად იქნება და მშვიდობა დამყარდება. მე უბრალოდ ტრამპის ერთმა აქნას, მაგრამ ცოტა მეშინია, რომ 20 ამბავი და თუ შევა
იმიტომ რომ ნეოლიბერალური უკვე სადეს აი ამ კონსერვატივი ნეოლიბერალური აი ეს აგრესიული პოლიტიკა ცოტა შედარებით ალბათ შესუსტება, მაგრამ ამერიკა თავის მიზნებზე უარს მაინც არის. რა თქმა უნდა და ეს ფუჭიმოლოდინები მაინც არ უნდა კონდეს. და არ უნდა კონდეს ეხლა რა ტრამპი გვიშველის ჩვენ. ესეთი მიდგომები ჩვენ არავინ არ გვიშველის საკუთარი თავის გარდა. ახასიათებდა ესეთი მიდგომები ქართველებს ყოველთვის და ზუსტად აქ ჩანდა ქართული პოლიტიკის ინფანტილიზმი ზუსტად რა რომ და რაღაც იმიტომ რომ გლობალურ ანალიზს ცოტა თუ ვინმე ატარებს საერთო პოლიტიკური თვალსაჩინით იმიტომ რომ ქართველი პოლიტიკოსები რატომაც მიეჩვენენ სულ ცალი რაკურსით ყურებას თვითონ როგორც ხედავენ და მათ არ შეშვებიათ ადგილების მონაცვლეობა, რომ გარკვეულ მოვლენას სხვა კუთხიდან შეხედონ და ისე გამოიტანონ დასკვნა საქართველოსთვის რა არის კარგი და რა არის ცუდი. ძალიან კარგია ევროკავშირისკენ ტოვა. მაგრამ რეალობას აცნენილია ცოტა, სულ ვამბობდი ამას მე. და მეორეც ის რომ ევროკავშირისკენ ესეთი ბრმა და უნიათო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ტოლვა ევროკავშირისკენ ეს პირდაპირ მის ვასალობას ნიშნავს. რომ შეგვიყვანონ დღეს ევროკავშირში, ხო? რითი მივდივართ ჩვენ ევროკავშირში? რითი შევდივართ, რას ვთავაზობთ ჩვენ მან? რას თავაზობთ? იმას მხოლოდ რომ ხელფასები გაგვიზარდეთო? არც არავინ არ გაგიზრდეს მაგ ხელფას, პირიქით რაც გაქვს ისიც დაუნგრიეს ხალხს. ამ ხალხს რა მოლოდინი აქვს იმ ევროკავშირში, ეგ არის საინტერესო. ჩვენ ქვეყანას რომ სადღაცას რომ უნდა რომ რაღაც ალიანსში გაწევრიანდეს, რა მოლოდინები აქვს ამ ალიანსში გაწევრიანებით? ესე ჩვენ ერთხელ საქართველოს ნებასრულის გარეშე საბჭოთა კავშირში შეგვათრიეს. ბატონო. და რა მოიტანა იმან? მოიტანა ის, რომ 70 წლის განმავლობაში რეპრესიები, მთელი ამბავი ქართული და ხელახლა იშვა უკვე 50-იანი წლებიდან ახალი ქართული ხელოვნება. ეს უყურე. ხო, მაგრამ და მას ჰქონდა თავისი კეთებები ინდუსტრიალიზაციის თვალსაზრისით, ეკონომიკური მაგრამ გეტყვი ბატონო გიგლა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა ააშენა სოციალიზმი. კი ბატონო. სოციალიზმი ააშენა და კომუნიზმი დატოვა ბუნდოვან მომავალ. როგორც დემოკრატია დღეს ბუნდოვანი მომავალი. როგორც დემოკრატია და როგორც გლობალიზმია დღეს ბუნდოვანი მომავალი. ხდებით ხო რას ვამბობ? გლობალიზმი. უყურეთ, გლობალური იდეა, კომუნისტური იდეაც. არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ გაიხსენებთ თქვენ 1918 წლის 18 თებერვალს მოსკოვში გაიმართა ზუსტად ისეთი ნუდისტური პარადი, როგორც აქ ხო ზუსტად ანალოგიური იდეებია იქაც კომუნიზმში. ისიც ამბობს, რომ კომუნებად უნდა დაიყოს მოსახლეობა და კომუნები უნდა ჩამოყალიბდეს. ისიც ეს ჩემს გადაცემებში წლების წინ რამდენიმე ციკლი მიუძღვენი მე ამას და იქ ძალიან კარგად ახსენით ჩვენ, რომ არაფრით ფერით განსხვავდება უბრალოდ გლობალიზაცია კომუნიზმისგან. კარგი, მოდი ჯერ ისევე შიდა შეჯამება დავამთავროთ. რითი დაამთავრა საქართველოს აი როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერმა, აი მინდა ამ კუთხით შემიფასო და არა როგორც საქართველოს ბეწვის ხიდის შუაში დგას ახლა, რომელიც ქადაობს და ნებისმიერ დროს შეუძლია შესაძლებელი. ხარგე ჩვენება რომ ამ ხიდზე ქართველები ცოტა რეზონანსული მოძრაობა დავიწყებთ, ასე ვთქვათ. კი ბატონო, შეიძლება ჩაანგრიოს. ხო და ვერც მოასწროს გასვლა. ამიტომ ვერც ერთმა
მე მინდა რომ ჩვენს მოსახლეობასაც უთხრა იქ გარეთ ვინც განან და ჯიუტიტხებივით ესე არ მინდა რომ მიმართო მოსახლეობის ნაწილს, მაგრამ არა, მე დაპირისპირებულ მხარეებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელმაც მე მინდა რომ მოხდეს რაღაცა კონსენსუსი. ძალიან არის საქართველოს გარშემო სიტუაცია დაძაბული. ფეთქებად საშიში დენთის სუნტრიალებს პირდაპირ საქართველოს თვეებია და მინდა რომ ხალხმა ამას ცოტა კრიტიკულად შეხედოს და დაიოკონ ნებათა ღელვა. ნუ გადააყოლებენ ვიღაცების დავარქმევ ხუშტულგებს საქართველოს ბედი ხვალს. ხომ ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დავარქმევთ ამას თუ რას კიდე დავარქვათ, განსაკუთრებით ამ თანამეგობრობაში ჩანს გამოკვეთილად ევროკავშირის ლიდერები, როგორ უდგებიან საქართველოს საკითხს და როგორ დირექტივებით მოძღვრავენ ჩვენ იქიდან და პლუს ამას განსაკუთრებით თავგამოდებით იბრძვიან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩასარევად ეგრეთ წოდებული ბალტიის ქვეყნისთვის. ასე იბრძვიან, ჩამოვიდნენ და არ ხელმძღვანელო მიტინგებს უძღვებოდნენ და ავანგარდში იდგნენ. თავგამოდებით აქცენტებიან იმას, რომ თუ ქვეყანას თვლიან ისინი სუვერენულ ქვეყანად, აბაეთი ვის მოეწონება, რომ აქედან დავუშვათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს და იქ რომელიმე მიტინგზე იქაურ მთავრობას უთხრას, რომ გადადექია. ამის უფლებას ზუსტად იმ აქციის მონაწილეებს ვეკითხები. როგორ აძლევთ ამის უფლებას ამ ხალხს? უცხო ხალხს როგორ აძლევთ იმის უფლებას, რომ თქვენ საშინაო საქმეებში გიკვირს ამ ხალხისგან როცა ისინი თქვათ შენს მოქალაქეს დავანებოთ თავი იმ შენს მოქალაქესთან ის მილიარდერია თუ რიგითი მოქალაქეა თუ რიგითი პოლიტიკოსია თუ საშუალო დონის როცა ამ დონეზე გისანქცირებს ვიღაცა და თქვათ აი სოფლიოში აი რაღაცებს უგზავნოს ანუ ცალსახად და ერთპიროვნულად ყოველგვარი სასამართლო გარჩევის გარეშე ღებულობს გადაწყვეტილებას და გეუბნება ეს არის სავალდებულო წესის შესასრულებელი ანუ რა გამოდის ამერიკა გამოდის სოფლიოს ჟანდარმი აგზავნის ამ ყველა მე თუ რა თქმა უნდა ესე იგი ჩვენ ერთი ჟანდარმი მოვიშორეთ ნებით თუ ისტორიის ქარტახილებით თუ როგორც მოხდა საბჭოთში ამაზე უარესი ფორმებით გვიტევებს მეორე კავშირი აბსოლუტურად გეთანხმები მე რა ვქნათ ეს ხო აუხსნათ ახალ თავებას ჩვენ ხო ნანახი გვაქვს ეს საქმე იმაშია რატომ გიგლა რომ ახალგაზრდა თაობას რო აუხსნათ ახალგაზრდა თაობას ჯერ უნდა ვასწავლოთ რა იყო საბჭოთა კავშირი მათ არიციან რა საბჭოთა კავშირი საბჭოთა კავშირი გარა უახლოესი პერიოდის ისტორია ეცენ ელემენტარულად მათ არიციან საბჭოთა კავშირის მერე როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ რატომ მოხდა ამ ხელისუფლების ცვლილება მათ ასწავლიან სამხრივად ეხლა რომ ეს ერთპიროვნულად მხოლოდ რუსეთის ეწოლის შედეგი არა ძვირფასად მარტო რუსეთი არა რუსეთის და ზუსტად იმ დასავლეთის კოლექტიური დასავლეთის ერთობლივი შრომის შედეგი იყო საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩის წარმოება მათი ნებართვით მათი ეხლაც იგივე პროცესებთან გვაქვს მათი თანხმობითი სიჩუმის დიახ როგორ ვფიქრობთ იმ დემოკრატიულმა ქვეყანამ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი როდესაც საქართველოსთან პუტჩით იქნა განდევნილი რატო არ მიიღო არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ელემენტარულად რატო არ მიიღო სტუმრის სტატუსით ხო თავის საფარზე აღარ არის ლაპარაკი ზუსტად იმ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რატო ზიანს გამსახურდეს უნდა ჩასვლა და იქაურ ტელევიზიით გამოსვლა და არ მიიღეს და ამ დროს ეხლა ვთქვათ ესეც იმას აგვარეს ლიტოვა თუ იმისი პრეზიდენტი ხო
ესტონეთის პრეზიდენტმა და ნაესე და თოიმან შესთავაზა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც არავინ არ დასდებს, არავინ არ აძევებს ქვეყნიდან, ხო? დაუმთავრდა მას ის კონსტიტუციური ვადა და ვალდებულია გამოგზავნდა იქიდან, გამოგზავნდა კიდეც და წავა თავის გზაზე. მაგრამ ნახეთ, რაღაც სულ თქვენ ახევრის წინათ ერთი თვის წინათ, როგორ ეხმიანებოდნენ ისინი ამ პროცესებს და რატომღაც თავშესაფარს თავაზობდნენ, პოლიტიკურ თავშესაფარს თავაზობდნენ ქალბატონ სალომეს. რატო? იმიტომ რომ მათ უნდათ, მათ ძალიან კარგად ესმოდა თუ იმ შეკვეთას ბოლომდე შეასრულებდა, რაღაცა ცუდი ამბები მოხდებოდა და მე გასაქცევად ექნებოდა საქმე და ამ შემთხვევაში რა ქონდა საქმე გასაქცევად საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს ძველ გამსახურდიას, რომელიც ასეთი ერთობლივად გააძევეს რუსეთმა და კოლექტიურმა დასავლეთმა საქართველოს და იგივე კოლექტიურმა დასავლეთმა ერთი დღე თავშესაფარი არ მისცა და საერთოდ არავინ არ შეხვდა, როცა ევროპაში ჩავიდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებს აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ იყო ეს ფაქტი. ეს არ იციან ახალგაზრდებმა. საბჭოთა კავშირი, როდესაც შემოვიდა წითელი არმიით, მე-11 არმიით საქართველოში. მაშინ ინგლისი აქ იყო და რატო არაფერი არ მოიმოქმედა? ინგლისიც იყო, გერმანიაც იყო, საქართველოში. კი ბატონო. და რატო არაფერი არ მოიმოქმედეს? რატო არასწავლიან ამ ისტორიის სკოლაში? არანაირი ზემოქმედება არ იქონიეს საბჭოთა ჯარზე. პირიქით მათ გარიგებები აწარმოეს საბჭოთა ახლად შექმნის საბჭოთა კავშირთან და დაიწყეს ტერიტორიების გადანაწილებაზე და იმაზე საუბარი. მოკლედ უთხრათ ჩვენს მაყურებელს და ჩვენ ამას არ ვმალავთ ჩვენს პოზიციას და გასაგებად აი ბოლო მოვლენებს გადაავლონ თვალი მაგალითად სირიაში და რა ვნახეთ იქ სირიაში ალ-კაიდასთან დაკავშირებული დღევანდელი ხელმძღვანელობა სირიის, რომელიც კოლექტიურმა დასავლეთმა, რა თქმა უნდა ამერიკის შტატების თამარი დღესაც ცირკულარული ძებნა გამოცხადებული კაცი და ამ დროს ეს ლიდერი, ვინც ახლა მოვიდა იქ განხორციელებული გადატრიალების შედეგად სათავეში, ხო? მიესალმება ამერიკის შტატები. მიესალმება პირველ რიგში კოლექტიური დასავლეთი, მიესალმა და აღიარა როგორც აი რაღაცა ხალხის ამბოხი და დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება. ნუ აი ძებნილი ტერორისტი. ეს ისეთი ფაქტი, ხო, ძებნილი ტერორისტი. ეს ისეთი ფაქტია ჩემო ძვირფასებო, რომ ამას დემოკრატიასთან და სამართლიანობასთან ახლოსაც არ გაუვლია. აი, ამიტომ ნუ გვექნება ჩვენ ურავისიმე და ეს ჩემი პოზიციაც არის ამავე დროს კოლექტიური დასავლეთის, რომელიც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა ინტერესები აქვს მას და სამწუხაროდ დროა ქართულმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით აი ამ გზაზე სამხრეთის კვანძი, როგორც ჩვენ ვიწოდებით, ხო, ეკონომიკური უზარმაზარი კვანძი, ხო, აქ სიმშვიდე სწორედ რუსეთის და კოლექტიური დასავლეთის სიმშვიდე რო არ იყოს, არის სწორედ რუსეთის და კოლექტიური დასავლეთის საერთო ინტერესი. მათ არ უნდათ რომ თქვათ აზიური ტვირთის გადატანა და ევროპაში მოხვედრა უახლოესი გზით, რომელიც მხოლოდ საქართველოს გადის, ეს მოხდეს. არა და ეკონომიკას თავისი პრინციპები აქვს, თავისი მიზანი აქვს, ეკონომიკური სამართალი, თქვათ, მაინც მოძებნის უმოკლეს გზაზე ეს მოხდება, მაგრამ ბევრი რაღაცა უნდა დაალაგდეს და გლობალური სამხრეთის მოძრაობა, რომელიც ახლა დაწყებულია უკვე და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შეიცვლება, ალბათ ვითარება, ეს 2025-ში ალბათ სანახავი გვექნება, ხო ასე? კი ბატონო. და ეს ძალიან ბევრი რამე შეცვლის ჩვენი ქვეყნისთვის. შეცვლის ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შეცვალოს. ჩვენი ინტერესია არის საქართველოს ინტერესი უნდა იყოს დამოუკიდებლობა და თავის პატრონობა. თავისთავად ცხადია. მაგრამ ეკონომიკური ძლიერიც არის ჩვენი ინტერესი. და ჩვენი ინტერესი ამას ვერ მიაღწევ ეკონომიკური სიძლიერე. და მშვიდი საქართველო იმის გარანტიას იძლევა, რომ იმ აბრეშუმის გზამ მართლა მშვიდად გაიაროს საქართველოში და საქართველოს მაშინ თვითკმარი ქვეყნის სახელი დაერქმევა, გამიგეთ? კი ბატონო. ამიტომ ჩვენ იმითკენ კი არ უნდა ვიყოთ მიმართულები, რომ შენ გამოდი მე შემოვალ. ეს არაფერს არ ცვლის. ჩემო ძვირფასო მოსახლეობა, რომლებიც ესეთი ძალიან დიდი ნებათა ღელვით და იმით გაყავდა არჩევნები. ამასიანთაც თქვი.
ახალგაზრდებს მიმართავ. თქვენთვის რომ არ ეთქვათ, რომ გაღალდა არჩევნები, თქვენ მიხვდებოდით, რომ გაღალდა არჩევნები. და საქმე თუმცა ესეც უთხრათ აგარია ბატონო, რომ კეიძახიან გაყალბდაო, მაგრამ ხელფასის მიღებაზე და იმ დაფინანსებაზე უარს არ ამბობენ. ესე იგი აღიარებენ არჩევნების შედეგებს. აი აქ არის უბედურება და ძაღლისთავი დამარხული. დიახ ბატონო, თუ გაყალბდა არჩევნები, გადღუებენ ელემენტარულად. თუ გაყალბდა ძვირფასებო არჩევნები, მაშინ ის თანხები არ უნდა შეესაბამებოდეს იმ თანხებს, რაც აიღეს. რა იციან? 6 კაცი შეიყვანა, რომელიმე პარტიაზე ვიცახი, 6 კაცი შეიყვანა თუ 3 კაცი შეიყვანა. იქნება და 3 კაცის ფულს იღებს ახლა და ყაბულდება. და სინამდვილეში 6 კაცი უნდა შეეყვანა. არჩევნების გაყალბების გამო დაუდგა ეს შედეგი, რომ 3 კაცის ფულს იღებს. გესმით ხო? კვალიფიკაცია უფრო მაღალია და მაშინ თუ ესეთ სიტუაციას არ უნდა იყოს ფული. და მეორესაც ვიძახი, თუ გაყალბდა და ერთის მეორეს დაუწერეს, მეორეს მესამეს დაუწერეს, ვის ფულებს იღებთ? მერე როცა ახალი არჩევნები რო ჩატარდება, რასაც თხოვლობენ ეს ფულის აღებული ფულიანი პარტიები, რომ კიდე ჩავატაროთ ახალი არჩევნები, კიდე ახალი თანხები უნდა აიღონ. რა ხდება? მე მინდა ახალგაზრდებს გითხრათ. ვიღაცამ დაიძახა, გამიყალბეს არჩევნებიო. და შემოგძახათ თქვენ, რომ დაიცავით თქვენი ხმები, მე კი არ დამიცვათო თქვენი ხმებიო. ამ დროს გამოდიხართ და იცავთ თქვენ ხმებს. არენდობით არც სასამართლოს, არენდობით არც საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც იძახიან, რომ არ გაყალბებულა. კი, შეიძლება იყო რაღაც დარღვევები, მაგრამ ეს ისეთი დარღვევები არ იყო, რომელიც არჩევნებზე არსებით გავლენას მოახდენთ. აბა ვინ და ჩაატაროს ეს არა, არჩევნები რომ ჩატარდეს, და კიდევ ვიღაცამ რო თქვას, რომ არასწორად არ ჩატარდა, ეს მესამედ დავნიშნოთ არჩევნები. საერთაშორისო დამკვირვებლების თქვენ არ გჯერათ. ადგილობრივი დამკვირვებლების თქვენ არ გჯერათ. საქართველოს ყოფილი ვითომ-პრეზიდენტის სალომე ბებოსი თქვენ არ გჯერათ, რომელიც იძახდა თავიდან, რომ ეს ისეთი პრინციპით ტარდება, რომ ამის გაყალბების შანსი არ არისო და მე თვითონ ვიყირა, რომ გამოიყენეს ვარამიაც იგივეს იძახდა. ყველა იგივეს ამბობდა, რომ ვარიანტი ვერ გაყალბდებაო ეს. გირჩი ჯაფარიძეც. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე უკვე ყველა ეს ოპოზიციური პარტია რო წინასწარმეტყველებოდა გამოსვლებისთვის, ამასაც არ მიაქციეთ ყურადღება. ხო, უნდა ჩატარხო, იცოდნა რომ უნდა მოეგოთ არჩევნები. რომელ გამოსვლას არეგულირებდნენ ერთი და რატო ემზადებოდნენ გამოსვლების და რო ემზადებოდნენ წინასწარ არჩევნებამდე, წინა კვირებში გამოსვლებისთვის. ეს იმაზე შეეტყო, რომ უკვე ხლაპუშკებით შეიარაღებულები იყო მთელი ეს პარტიები. ანუ უყურეთ მათ კანონადას, ასე ვთქვათ და ხალხის დააწესებას. ანუ მოტყუებული ხართ, შემოკარგებო და გატყუებენ ისინი, ვისაც ბევრჯერ მოუტყუები ხართ. და მე არ გამოვდგები ამ მთავრობის დამცველად. არც მე ხოჩურის. მე რო უდგავარ ამ მთავრობას კლიკაში და ჩვენ რო უდგავართ ახონჩვენი გადაცემა ისე უნდა ზუსტად. მაგრამ ამ შემთხვევაში მართლები არიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი მართლები არიან და მეორეს იმ კანონმდებლობით, რომელი კანონმდებლობითაც მოხდა არჩევნები, საარჩევნო კანონით ჩატარებული არჩევნები მოხდა, თქვენ ეთანხმებოდით ამ კანონს, ჩატარდა და შედეგი არ მოწონთ. შედეგი არ მოგწონს. კაშურს არ დაუდია საკითხი დაუყენებია საკითხი, რომ საარჩევნო კანონი შეცვლილიყო. არც ახლა აყენებენ, არც ახლა. იმიტომ რომ
ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულია ეს საარჩევნო კანონი. მათ შექმნეს ეს. და ეს საარჩევნო კანონი ზუსტად ისია გათვლილი, რომ ვინც შედგენილი, რომ ვინც ხელისუფლებაში არის, მას აქვს საშუალება სახელისუფლებო რესურსის გამოყენების, მართოს ყველაფერი. გამოყენების და ის იმათ რომ საარჩევნო კანონის ცვლილებას დაიწყონ ახლა ლაპარაკი და შემთხვევით რომ გაიმარჯვონ არჩევნებში. ეს კანონი მათ ჭირდებათ მერე. შემდეგი არჩევნებისთვის ხდებით ხო? ნუ მოატყუებიეთ. აი, შვილებო თავს მორავის. საკრებოდონ, აი. რა შეეხება? არა, ერთი სიტყვა შევაჯამოთ. მე ხა დღეს გამოკითხვებშიც კი მივიღე ამის მონაწილეობა ინტერნეტის საშუალებით და იქ იყო ესეთი შეკითხვა, უფრო დადებითად შეიძლება შეფასდეს 2024 წელი საქართველოსთვის, აი შიდა საქმეების თვალსაზრისით, შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, უფრო ნეგატიურად, უფრო პოზიტიურად, თუ აი როგორ თქვენი შეფასება როგორ იქნება? იცით როგორ არის? მოდი ესე ვთქვათ, ვის მოღვაწეობას ვაფასებთ ჩვენ? თავრობის ხელისუფლების ხელისუფლების მოღვაწეობას ვაფასებთ ჩვენ. ერთი რამის მინდა გითხრათ, რომ 2000 აბა ეს ოპოზიცია ჩემთვის არის კატეგორიულად მიღება, დანახვა არ მინდა 2024 წლის არა მარტო არჩევნები, არამედ 2024 წლის მთლიანად განმავლობაში მან ქართული ტრადიციებისკენ იბრუნა პირი. ეს არის მთავარი. ესაა მთავარი. ამ ბოლო, ამ ყოველ შემთხვევაში 92 წლის შემდეგ ეს პირველად ხდება. ეს პირველად ხდება. საბედნიერო. მე ამას მივესალმები. ცხადე. მიუხედავად იმისა, რომ მე დღესაც იმასზე ვარ, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ამის წინა ხელისუფლებაც არალეგიტიმური. ყველა არალეგიტიმურია ზედ გამსახურდიას დამხობის შემდეგ. დამხობის შემდეგ რა ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაგრამ ფაქტიური მმართველები ხო არიან? კი ბატონო. და აქამდე თუ თვითონ ეს ხელისუფლებაც კი იქცეოდა ძალიან ნეოლიბერალური იდეებით გამსჭვალული მთავრობასავით, ბოლო წელიწადში მოხდა და ამას ალბათ ეს ბიძგი ჩვენ ამ ბიძს უნდა უმადლოდეთ ორბანის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე. დამხარდაჭერას. ამათ მათ დაინახეს ჩვენმა ხელისუფლებმა ალბათ აი ამ არსებულმა დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომ თურმე ეროვნული ღირებულებები მარტო ქართველებისთვის არ არის ძვირფასი და რომ ამ ბრძოლაში არ იქნებიან მარტო. ხო. და გაუბედეს, მიხვდით? და აი ამ გაბედულებაში მე მათ პლუს ვუწერ. თქმა უნდა. პლუს ვუწერ. ის უკვე ტექნიკური საკითხებია, ვის დანიშნავენ პრეზიდენტად. ეხლა ფაქტია, რომ პრეზიდენტი დანიშნეს. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი დაინიშნა. ვის დანიშნავენ პრეზიდენტად, ვის დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად. ეს ტექნიკური საკითხია, მაგრამ მთავარია, რომ მთავრობა, არსებული დე-ფაქტო მთავრობა მაინც ავლენს ტრადიციული ღირებულებებისკენ შემოტრიალებას. შეიძლება თამაშობს ამას. ერავინ ვერ იტყვის, სინასარგი გულში ვისრაუდეს, მაგრამ გამოჩნდება. ამიტომ მე 2024 წელს გამიშთა შედარებით უფრო როგორი იმედსაც არ დავარქვევ. რაღაცა ნაპერწკალი გამოჩნდა, რომელმაც უკუნის სიბნელე სულ ცოტათი გაანათა. მეც დაახლოებით ეგეთი შეფასება მივეცე მინდანად გამოკითხვაში, შედარებით უკეთესი, შედარებით პოზიტიური, ვინმე ნეგატიური, მაგრამ ეს არ არის დანარჩენს ეს არ არის ნათელი, რა თქმა უნდა, ეს ნათელი არ არის. კეთილი. ეხლა გავავერთოთ უკვე საგარეო ვექტორზე, საგარეო სიტუაციები, როგორი იყო თქვა საქართველოსთვის და საქართველოსადმი მომართული 2024 წელს და ეს ასპექტით შევაფასოთ თუ შეიძლება. რაც თქვი იმის გარეშე საგარეო ვექტორს ვერ. ცხადი, ესენი ერთმანეთთან არის, რა თქმა უნდა, მესმის. უყურეთ, ბატონ გიგლა როგორ არის, როგორც კი ქართველებმა თქვეს, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ვიქნებით და დავჩებით ბოლომდე. დიახ. ფრაზა როგორც კი გაისვა. იმ წუთისვე დაიწყო საქართველოს გარშემო სალტემ შევიწროება. კი ბატონო.
და უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ აქცევენ ქვეყანას. საქართველოს როგორც კი თქვა, რომ მე ფაქტიურად ვერაფერს ვერ შევსვლი რუსეთ-უკრაინის ომში დაპირისპირებაში და ამიტომ ჩემი იარაღი ჩართვას და ჩემის მიერ აქ მეორე ფრონტის გახსნას დამღუპელი შედეგი მოხდება აუცილებლად საქართველოსთვის და უფრო მეტად დამღუპელი ვიდრე უკრაინისთვის არის ეს. იმიტომ რომ ნუ დაგავიწყდება თუ უკრაინა 44 მილიონიანი ქვეყანა. მეტი 47-6. ხო. და საქართველოს სულ 3 მილიონია და აქედან ალბათ 1,5 მილიონიც არ არის ქართველი. მით უმეტეს რომ საქართველოს არც შეიარაღება აქვს და არც ფლოტი აქვს და არც საჰაერო ფლოტი აქვს. ქონდა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ქონდა და აორთქლა ისევ დასავლეთის მოთხოვნით. დასავლეთის მოთხოვნით, რა თქმა უნდა, თქვენ ესენი არ გჭირდებათ იმისთან ომებში ერთობითო, თქვენი სისულელი თორე ადგენდა ყველაფერი წაიღეს და დაგვანებეთ, თავი მარტო დაგტოვეს გაგვაყიდინეს და ჯართან მოხსნა. რომ ჩართულიყო საქართველოს ფრონტი გაიხსნა, რით უნდა გაიხსნა შინაგანი ჯარი? არა, მაშინ კი შეგვაიარაღებდნენ, მაგრამ მაშინ სხვა რაღაცები მოხდებოდა აქ და შეგვაიარაღებდნენ, რამდენი დღიანი ომი იქნებოდა. ხო და ამას უკვე ქართველი პოლიტიკოსები მით უმეტეს საქართველოს წელში ყავს გაწყვეტილი დაუშვათ აი შიდა ქართლის ტერიტორიაზე სულ 8 თუ 9 კილომეტრიანი ყელი აქვს საქართველოს დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტურად 15 წუთში შეიძლება გაცხადდეს და რა ომს ველაპარაკებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მაგრამ ბაიდენის ხელისუფლება და ბაიდენის ხელისუფლების მიერ ზეწოლაში მყოფი ასევე ევროპული ქვეყნები ევროკავშირის ბაიდენი აშანტაჟებდა ფაქტიურად და იძულებული გახადა ისეთ გადაწყვეტილებები მიიღებინა ამ უზარმაზარი ქვეყნებისთვის, რომლებიც მისთვის საზიანო იყო. 2022-23 წლის ზამთარი კიდევ უკანასკნელ ზამთრად ექცათ გერმანელს. ეხლაც არა აქვს კაი სიტუაცია. გერმანელს, იმიტომ რომ აღარც გაზი ქონდათ და აღარც არაფერი აღარ ქონდათ. ეხლაც მძიმე სიტუაცია როგორც ეძახიან. ვინი ხეირა ისევ ამით, ისევ ამერიკამ და ისევ რუსეთმა. ამერიკამ იარაღი გაყიდა, რუსეთმა იარაღი გახარჯა. შე დამთავრდა. და ვინ შეეწირა ამას? საწოდავი უკრაინელი ხალხი იმ შეურაცხადი იდიოტი ვითომ პრეზიდენტის ხუშტრუკებს. რომელიც ამასთანავ ეხლა თქვენ თუ სოციალურ ქსელებს ათვალიერებთ, ძალიან დიდი ზარზეიმით შეხვდა ებრაულ სათვისტომოს თავის კაბინეტში. კი ბატონო. და ებრაულად ილოცა. კიდევ მარტო ეს ფაქტი მარა იმის გასააზრებლად თუ რა გაუკეთეს უკრაინას და რა გაუკეთა თავს მოხელმა პრეზიდენტმა ჩემგან ებრაელი ერს, მაგრამ დაეტიონ თავის ადგილას. მართლა რა. და ისეთი კეთილი მიზნები და რაღაცას რახვები არ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ აკავშირებთ მათ. ვიცით ეს ამბები და ამაზე არაერთი გადაცემა მომზადებულა ამ ტელეკომპანიაში და ჩვენ გვისაუბრეთ. ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვართ. გეოპოლიტიკურ გარემოში ცხოვრობთ ძალიან რთულში. კი ბატონო. მე-20 საუკუნის ბოლოსთვის როდესაც ვიძახდი ხოლმე, მაშინ ბევრად ახალგაზრდა ვიყავი. და მაშინ მე ვამბობდი რომ საქართველოს აქვს ის პოტენციალი, იმიტომ რომ ეს აბრეშუმის გზა მაინც იქნება აბრეშუმის გზა, მაგრამ შევარდნაძე მოვიდოდა და სიცილად არ ყოფნიდა ხალხი. რას ლაპარაკობ, ჰაერით დაფრინავს უკვე ვის რა თუნდაო ეს გზაო. მაშინ არ იყო ეს ამდენი ცოდნა. მაშინ მე ვამბობდი მე რომ საქართველოა ზუსტად ის პოლიტიკური ჭიპი მთელი მსოფლიოში, აქ წყდება მსოფლიოს პოლიტიკა და აქ გადაწყდება. და რანაირად გაართმევს თავს ამას ქართველი ხალხი, იმაზე იქნება ბევრი დამოკიდებული. კი ბატონო. ძალიან დიდი სიბრძნე გმართებს ჩემო ძვირფასებო 2025 წელი უფრო თალხინებული და უფრო კარგი არ იქნება და უფრო ადვილი არ იქნება.
და კიდევ პროგნოზს გეუბნებით უფრო შემაშფოთებელს იმისთვის იმ მხრივ რომ უფრო და უფრო შეიძლება გაგვიჭირდეს აი ამ ლაბირინთებში სიარული უახლოეს 2-3 წელიწადში უფრო და უფრო მეტი ზეწოლები განვიცადოთ, მაგრამ რა ვქნათ ქვეყნის შენარჩუნებას და დამოუკიდებლობას სჭირდება გასაჭირიც. იმიტომ რომ აბა შრომა ჭირდება და შრომა დალხინებული არავის არ აქვს. კი ბატონო. ყველას უნდა რომ ხარჯზე წამოწოლილი იყოს და ყველაფერი ბედნიერად მოსდიოდეს, მაგრამ ესეთი ქვეყნებიც არსებობენ, რომელსაც ბედნიერად ყველაფერი მოსდით, მაგრამ ძალიან დიდ ხარჯს იხდიან ამისთვის. აღარც ეროვნება აქვს იმ ქვეყნებს, აღარც წინაპრები ახსოვთ, აღარც ის. სულიერი ხარკი. სულიერ ხალხს საშინელს. იანიდა ჩემი ხალხი სულიერად ის დაეცეს და მხოლოდ ღიპით გასუქდეს. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ასეთი, ჩვენ არც ფიზიკური ოკუპანტი გვჭირდება და არც სულიერი ოკუპანტი, ყველამ თავისი გზა ნახოს და ჩვენ მივხედავთ ჩვენ სახელმწიფოს. ეხლა ერთი თემა, რომელსაც გვერდს ვერაული ერთ შემთხვევაში, ზუსტად სტუდიაში შემოსვლის წინ გახდა ჩემთვის ეს ცნობილი და მით უმეტეს იმდენად გაგვახარა ამ ფაქტმა, რომ ეს უნდა ითქვას აუცილებლად და აღინიშნოს მით უმეტეს, როცა ასეთი ფაქტები საზოგადოებას, გონიერ საზოგადოებას მისცემს მეტ საფიქრავს და დაარწმუნებს იმაში, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. კერძოდ, რასთან გვაქვს საუბარი? რაზე გვაქვს საუბარი? სულ რაღაც ორი კვირაც არ არის გასული, რაც ჩვენ მქონდა შეხვედრა, თუ ცოტა მეტი გავიდა და ბოლო გადაცემა თითქარგოვაში ყავდა ძალიან საინტერესო სტუმარი. ბატონი გელა ხუციშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მთელი 7 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფისის მოადგილე, რომელმაც საქართველოს საზღვრების სახელმწიფო საზღვრების მდგომარეობაზე ესეთი შემაშფოთებელი სურათი დახატა, რომ მე თვითონ როგორც ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი, ამდენიმე დღე სრულ შოკში ვიყავი, ვერ გამოვედი და მინდა რომ ყველამ კარგად გაიცნობიროს და კიდევ ერთხელ როცა გექნებათ ამისი დრო, ვინც ის გადაცემა ვერ ნახე, აგერ მოუწოდებ კიდევ ერთხელ ნახოთ, არა იმიტომ რომ ჩემი გადაცემა, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ რომ გაიგოთ ჩემო ძვირფასებმა თუ ამ 32 წლის მანძილზე ამ არალეგიტიმურმა, ზუსტადაც რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებებმა დღეში ააგდეს ქვეყანა და მისი საზღვრები. ქვეყნის მიწის ფონდი, რომელიც არანაირ აღდგენას და შევსებას არ ექვემდებარება და რომელიც უნდა იყოს ხალხის საკუთრება და სახელმწიფოს საკუთრება, აი ამ გარედან დანიშნულმა ხელისუფლებებმა მე არ მაინტერესებს ჩემთვის სამივე ერთი და იგივეა. ყველა არის არალეგიტიმური და გარედან დანიშნული. მე ამოვდივარ იმ პოზიციიდან, რომ სანამ საქართველოში 1991 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენები არ შეფასდება საჭიროებისამებრ, თუმცა შეფასება არის, მაგრამ ეს მხოლოდ დეკლარირების დონეზე და იმის იქით არ წასულას აქ. მაგრამ ვფიქრობ, როცა ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილზე, შეიძლება სწორედ ის დადგენილებები, რომელიც თუნდაც დევნილობის ჟამს მიიღო საქართველოს უზენაესმა საბჭომ და საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად გამსახურდია, ისინი გახდეს სწორედ მაშველი რგოლი შექმნილი მძიმე სიტუაციის შესაცვლელად, როცა ყველაფერი სტრატეგიული ობიექტები და ყველაფერი გაყიდულია. მე რა თქმა უნდა ყველა გოჯი ქართული მიწის მიმაჩნია რომ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში და ის არასოდეს არ უნდა გაიყიდოს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე 10,000 კვადრატული მეტრი, 100,000, ანუ რამდენიმე 10,000 კვადრატული კილომეტრი არის უცხოელთა მფლობელობის ქვეშ და მათ შორის სწორედ ის ხალხი ლიდერობს, რომლებიც ბატონმა ზაქარიამ ამ გადაცემაში დაასახელა და მეტიც საქართველოში მევახშეთა კონტინგენტი, რომელიც ყიდის ამ მიწებს და ამ ყველაფერს დასხვისებს რიცხვებზე, იქ
ერთ-ერთი წამყვანი არის ებრაული ფირმები და ჩვენ მოგვიწევს ამაზე საუბარი აუცილებლად, რომ ცოტათი თვალი აგიხილოთ. ეხლა არაბული ფირმები. ხო, არა, არცხვები აკლებენ ხელს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ძირითადად ვიმფლობს ჩინელები, არაბები, ებრაელები, რუსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ირანელები კიდე. აი ესე იყო არაბებისთვის მიყიდული კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში. მთელი სოფლის ავარგულები, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კატეგორიას განეკუთვნებოდა, მაგრამ თუ არ ვშტები იყო ლაპარაკი 14 ჰექტარი. ხო, მაგრამ ერთი სოფლისთვის, ერთი პატარა ტრადიციული ქართული სოფლისთვის ეს საკმაოდ დიდია და ანალოგიურად არის სოფელ კუმისში კიდე გადაცემული, სართიჭალაში და სხვაგან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თვითონ სოფელმა აღიმაღლა ხმა და მე ძალიან კარგად მახსოვს სიუჟეტები, დარბევები ამ სოფლის მოსახლეობის, პოლიცია რო უვარდებოდა, უკან ახევინებდნენ, იყო ხელების გადაგრეხა და ასე შემდეგ და სოფელმა აირჩია სწორი გზა, სწორი ტაქტიკა, სამართლებრივი დავა დაიწყეს და სასამართლოს გზით ახლა ხანს გახდა ჩემთვის ცნობილი და მინდა პირველმა ჩვენ გახაროთ ეს ამბავი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს მიწები გადაუბრუნდა ისევ სოფელს სარგებლობაში და დარჩათ ტყუილად არაბებს იგაყვანილი ინფრასტრუქტურა და არაბებს არ გაუყანიათ საქმეც ზუსტად იმაშია რომ არაბებს არ გაუყანიათ ამათ რო გაყიდეს მიწები თვითონ მუნიციპალიტეტი იღებდა ვალდებულებას რომ იქ გზები მიეყვანა ხო ეგ დეტალები არ ვიცი ძალიან საინტერესოა $4,000 მაგითო მოგცემთ $4,000 გაიყიდა გამიგე ეს ტერიტორიები და ბეტონის გზები მუნიციპალიტეტს წყალი მუნიციპალიტეტს უნდა მიეყვანა და ეხლა ფაქტურად მე მინდა ეხლა ბატონ ზაქარია მოგცემთ იმას სიტყვას მე მინდა ბატონ ვაჟაო თარაშვილს და ქალბატონ თინა გახელაძეს რომელიც ეს ორი ადამიანი ადგილობრივები არიან და ეხლა ბატონ ვაჟას ყველა ვიცნობ ჩემი წელი მადლობა ორივეს ამ ღირსეულად ბრძოლისთვის ღირსეული დგომისთვის და მინდა ხმა მივაწვდინო სართიჭალაში მცხოვრებ მოსახლეობას, სოფელ კუმისში მცხოვრებ მოსახლეობას და სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა ტერიტორიაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს, სააკაშვილის რეჟიმის დროს და ივანიშვილის ხელისუფლების დროს არის გადაცემული უცხოელებზე დაიწყეთ ბატონობა აქტიურობა ქართული სასამართლო ნელ-ნელა საქართველოსკენ შემოტრიალდება და არის ქუჩაში დგანან, ქუჩაში ვის დგას, იმ ხალხს მიმართავ. აი ამაზე ვიობ. აი ზუსტად ეგ უნდა ვთქვა. თქვენ ამაზე არ ომობთ და ეხლა გვარამია უნდა შეიყვანოთ პარლამენტში, ამაზე ომობთ თურმე და რაღაცა გონიათ რომ ვითომ ვიღაცამ რაღაცა მოიგო. გვარამიაც და იმ ოპოზიციის ყველა ლიდერი ციხეში უნდა ვტებოდეს, ეს არის ჩემი აი კატეგორიული მოთხოვნა. და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოცნება თუ ამას გააკეთებს, მე მხარი დაუჭირო ბოლომდე, მაგრამ თუ მოგვატყუებენ, ვაი მათ ტყავს. მე გამოსვლა ამ შეჭაღარებულ ხალხის მე ნახონ მათმა. მე მინდა პირველ რიგში ისიც აღვნიშნო, რომ ეს სოფელში ქვემო ჭალაში ეს ბრძოლები რომ მიმდინარეობდა და წინააღმდეგობა, იქ ტელეკომპანია PKTV ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც ჩავდიოდა. შეიძლება სხვაებიც იყვნენ, მაგრამ მე რატომღაც ეს მახსოვს. ამაზე თვითონ ბატონი სურა იტყვის, იმიტომ რომ თვითონ რამდენჯერმე იყვნენ იქ ჩასულები და აი ბოლოს იმ ხლომებსაც აშუქებდნენ, ესტრებოდნენ, მაგრამ ბოლოს ვერ დაესწრნენ აი ამ გამარჯვების ასე ვთქვათ მომტან სასამართლოს ხომას ვერ დაესწრენ იმის გამო რომ ქალბატონი კეთისესიაშვილი შეუძლოთ იყო საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ეს სერიოზულობას გადიოდა. მაგრამ ბატონ ზაქარია შეუძლია გითხრას ეს ყველაფერი როგორ იყო, როგორ ომობდა სოფელი, როგორ მიაღწიეს ამ შედეგს და აი ამ ხრივ თუ ხედავთ პერსპექტივას. მე რას მინდა გაუსვა ხაზი რომ ომს სწორად დაგეგმილს ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა. ვემართოთ სხვებს. საქართველოს ერთ-ერთი გოჯი მიწა არაა გასაყიდი ხალხო. და ძალიან პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ. ტერიტორიაც პატარა გვაქვს. და ერთი რამ მინდა იცოდეთ რომ ქვემო ჭალის მაგალითმა ეს უნდა გახდეს სამაგალითო. მთელი საქართველოს
არა უთხრა ამ ფაქტს არავინ არ გააშუქებს, აი განახავთ თქვენ. ყველა სოფლებისთვის უნდა გახდეს სამაგალითო, რომ როგორ შეიძლება სოფელში გამოჩნდეს რამდენიმე, მხოლოდ რამდენიმე კეთილინების ადამიანი, მათ სწორი პოზიციით დაიწყონ შეტევის განხორციელება, ტერიტორიების დასაბრუნება. და ჩვენ არ დავიქეთ. ფაქტიურად ეს რომ ვერ მოეგო სოფელს, სოფელი რჩებოდა საძოვრის გარეშე. და სოფელი აღარ მოუწევდა. და იმ სოფლიდან ძალიან ბევრი ადამიანი აიყრებოდა და გადასახლებოდა სხვაგან სადაც საძოვარს მოძებნიდა. სოფელში საძოვარ სოფელს თუ არ ექნება და ყველა საოცარი აიყო ერთ-ერთ განკარგულებელი სასამართლო ქვია ხო თუ რა ქვია ეს პირველი მოსმენა რო არის და იქ და გაისვა ესეთი საკითხი მეორე მხარესაც ხავდა თავისი ადვოკატურა და იმათ რა თქვეს იცი მე რა ეს საძოვარი არა გაქვთო ჩვენო აღმოვაჩინეთო საჯარო რეესში ტერიტორიებს რუკაზე აღმოვაჩინეთო რომ ჩვენო საძოვრებიო კიდე გაქვთო იქეთკენ და ის იმყოფინეთო და აღმოჩნდა რომ თურმე ეს საძოვრები არის ოკუპანტების მიერ კონტროლირდებად ტერიტორიას გამიგეთ ანუ იქ აძოვეთო რომ ან ოსები მოიტაცებენ იმ საქონელს შეიძლება პატრონის მიაყოლონ ზედ ხო ვინმე დაუშლის თუ რა იქ მერე უნდა ცემონ უნდა დააკავონ გამიგე ეს საქონლად დაკარგოს რა ეს იმდენად სასაცილო კი არ იყო ცინიკური იყო რა ცინიზმის ბოლო წერტილი იყო რომ ეს საძოვარი რა არის ეს პატარა აგერ იქა გაქვთ უფრო დიდი საძოვარი მოკლედ მე მინდა რომ მიულოცო ქვემოჭალელებს და მინდა რომ ჩვენს გარკვეული წილი მიგვიძღვის აი ამ ჩვენი გაშუქებებით გადაცემა ჩავწერეთ ხო რამდენჯერმე ვიყავით ჩასულები და ეს და ჩვენ თავსასთან ჩვენ ტელევიზიასაც მინდა მიულოცო რომ ეს არის აი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი რომელიც უნდა დაინახოს მთელი საქართველოს ყველა სოფლის მოსახლეობამ რომ მათი მიწები ესე არ განიავდეს და ესე არ ნიავდებოდეს საცოდავ დღეშია ჩემი კახეთი მე წარმოშობით იქედან ვარ თელავის რაიონი ყვარლის რაიონი დედოფლის წყაროს რაიონი, ლაგოდეხის რაიონი, საგარეჯოს რაიონი. აი ეს ინდოელები, ირანელები გარშემორტყმული პატარა ტერიტორია აქვს, გავუშვათ ქართველ კაცს, რაც ვენახი და დაახლოებით 60 ჰექტარი გარშემო იმისია სულ სოტომების. მოკლედ იმედი ვიქონიოთ გარდა ამისა საქართველოს მიწებს კიდევ ვიძახი ბუნებაც და ბუნებაც გვედავება თუ რა ხდება ვეღარ ხდება რამდენი წელიწადია რატომ მაგალითად იმ გადაცემაში რომელიც თქვენ ახსენეთ ალაზანის საქართველოს უტევს რა ფაქტიურად იმიტომ რომ ისეთნაირად უყურს ალაზანი აი ლაგოდეხის ბოლოზე რომ აქეთ შემოდის იმას ფლატე აქვს ესეთი და ურეცხავს ამასთან ნელ-ნელა აპატარებს ქართულ მიწას და აქეთ მოიწევს ალაზანი და აქეთ რომ მოიწევს ეს ალაზანი ხო იქიდან ეხმარებიან აზერბაიჯანის მხრიდან მოაქვთ და იქიდან ხრესყრიან აქ რომ ავიცხოვებენ ალაზანს იმიტომ რომ დათქმა არის დაახლოებით ბოლო 20 წლის მანძილზე დაახლოებით 2 კილომეტრით არის გადმონაცვლებული საქართველოს მხარეს ალაზნის გაყოლებაზე რამდენი კვადრატული კილომეტრია საუბარი. მე მქონდა ადრეს საუბარი იგივე ბატონ გელასთან ადრეს და მაშინ დავშვით შენ ეს საკითხი რომ კაცო ამ დალოცვილ საზღვრის წიგნში ხო წერია რომ ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას ხო არის შემდგარი რომ არის საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანთან. ხო წერია იქ რომ არის ალაზანზე გადის ეს. და ამ ალაზანმა დაიწყო სიარული, სეირნობა.
რომ აღარ ისეირნოს და სადაც უნდა წავიდეს ეს ალბათ გინდა იქეთ გადავიდეს გინდა აქეთ მოდით დღეს სადაც არის არაღანი მოდით დავანებოთ ყველაფერს თავი და ჩავარჭოთ იქ ერთი ცალი ბოძი და ამალაზანა ისეირნოს კაცო აქეთ იქეთ ეს ბოძი იყოს არ შეიძლება ეს დათქმა გაკეთდეს არა ყავს ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო არა ყავს ჩვენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ხო ყავს ეს ხალხი გამიგე სახელმწიფო მაინც რაღაცა მოიმოქმედოს თუნდაც იმისთვის შემოგარდება რომ მიწევს საქართველოს მთავრობა ხო კიდით აზერბაიჯანი მუქთად გართმევთ ამას და მიხიდეთ მაინც ფული აიღეთ მაინც რა ვაი საგიჟეთია მოკლედ ეს ამდენი წელიწადია 30 წელიწადია საქართველოს დამოუკიდებელია საქართველოს არც ჩრდილოეთის მხრიდან, არც სამხრეთის მხრიდან, არც აღმოსავლეთის მხრიდან საქართველოს საზღვარი არც დელიმიტაცია არ არის გაკეთებული და არც დემარკაცია არ არის გაკეთებული. არავინ აღარ ვიცით უკვე სად გადის, ვისაც როგორ ხალხმა თვითონ დაიწყო რუყების ხატვა და ხანით გამოავლებენ ამ საქართველოს საზღვარს. так სიცხვილია ყველა სიტუაცია როგორც ხედავთ ამ ხრივ მაგრამ ამ ნოტოზე არ მინდა დავამთავროთ ჩვენი გადაცემა არა და დასასრულისკენ მივდივართ უკვე მე ისევ და ისევ ჩემს ახირებულ ჩვევას არ ვიშლი აი ხა თქვენ მოისმინეთ ამ მძიმე ფაქტებზე ინფორმაცია ჩემი რესპონდენტისგან და მე მინდა მივმართო საქართველოს აი ვინც ახსენა იმ უწყებების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრეს-სამსახურების უფროსებს და გაითვალისწინებთ აუცილებლად მოგთხოვთ ამაზე პასუხს. აი ამ გადაცემის ფრაგმენტი ამოჭერით ეს და ამონტაჟით როგორც გინდათ ეს რასაც ახლა ჩემი რესპონდენტი შეეხო და ჩვენ შევეხეთ ზოგადად უახლოეს პერიოდში შეუტანეთ თქვენი უწყებების პირველ პირებს თქვენ ეს გევალებათ მეტი არაფერში არ იღებთ ხელფას მე ვიცი ზუსტადაც რაც გევალება და ცოტა ყურებიდან ბამბა გამოიღეთ თორე გამხელთ საყოველთაო და დაზოგვა არ იქნება აი ამ ახალი წლის წინა დღეს აი ესეთი მკაცრი განცხადებით მოგმართავთ ყველას თქვენი დაზოგვა არ იქნება არც ერთ ვარიანტში ჩვენ ვეთყვით ქართულ მოსახლეობას ქართულ საზოგადოებას გულანთებულ ახალგაზრდებს რომ ეს არის გასაპროტესტებელი და ესეთი ქმედებები კოცების თუ ნაცების უხეირობა ჩემთვის არ არსებობს აქ სადაც საუბარი ეხება ქართულ მიწას და მის გაყიდვას და გასხვისებას ის ჩემთვის ყველა მტერია ვინც ამას მხარს დაუჭერს და მორჩა წერტილი საკარია ბატონო ასე ხوار დავამთავროთ დავამთავროთ მილოცვით კი ბატონო დავამთავროთ მილოცვით და დავამშვიდობოთ მე მინდა ჩემო ძვირფასებს ბატონო გიგლა და ჩემ მოსახლეობას მიმართო რომ ძალიან ძიმე წელი გამოიარეთ. იმაზე ძიმე წელი იყო ვიდრე იმის წინ. და იმის წინა წელი კიდე იმისზე უფრო ძიმე იყო კიდე ვიდრე იმის წინ. ასე რომ ჩვენ დავახვევით 33 წელიწადია უფრო და უფრო ძნელი და ძნელბედობის ჟამს გავდივართ. ქართველმა ხალხმა გამოავლინა უაღრესად დიდი გამძლეობა. ზოგიერთს ვერ იყო გამძლეობა და თვითონ საქართველოს მოსახლეობას თავისივე მთავრობებმა ამ დე-ფაქტო მთავრობებმა ყველა ის პირობა შეუქმნეს როგორმე საქართველოსთან დასრულება. მე მინდა საზღვარგარეთ ყოფჩერ ქართველებს მიმართო რომ დაბრუნდით საქართველოში. საქართველოს თქვენ ძალიან ჭირდებით. დაბრუნდით და ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს აღდგენისთვის. საქართველო არ არის ჯერ ასაშენებელი, საქართველო ჯერ უნდა აღდგეს. უნდა აღდგეს იქ ლეგიტიმური მთავრობა აუცილებლად. საქართველო უნდა დაიბრუნოს კონსტიტუციური ჩარჩოები. საქართველო არ უნდა იყოს ვიღაცის კმაყოფაზე მყოფი ქვეყანა. თავმოყარე ქვეყანა ვართ ჩვენ და ყოველთვის ვიყავით თავმოყარე ქვეყანა. არავის კმაყოფაზე არასდროს არ ყოფილვართ და სხვა შორის ძალიან ბევრი აგვიკიდებია ჩვენ კმაყოფაზე. მე მინდა რომ ეს გაითავისოს ქართულმა კაცმა. მე მინდა რომ ქართველი არასდროს აღარ ელოდებოდეს დირექტივას
საზღვრებს გარედან. არ აქვს მნიშვნელობას ეს იქნება ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი. საზღვრებს გარეთიდან არასდროს არ უნდა ველოდოთ ჩვენ რამე დირექტივას, რომ ისინი ჩვენთვის სასარგებლო რაღაცას გვირჩევენ. არ იფიქროთ ეგ. საქართველოსთვის არავის არ უსყდება თავი ფიქრით. საქართველოსთვის ჩვენ უნდა ვიყოთ დაღონებულები და საქართველოსთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მოფიქრალები. მე მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2025 წელი. როგორც ამბობენ აღმოსავლური კალენდრით, ეს წელი არის გველის წელი. გველი სიბრძნის და ჯანმრთელობის სიმბოლოა. მეცინის სიმბოლიკაში გველი და თასი ემბლემა მეცინის. მე ექიმი გახლა ვარ და მინდა რომ იყოთ ჯანმრთელები და მინდა რომ თქვენ ჯანმრთელობას არა მარტო თქვენ თვითონ უფრთხილდებოდეთ, არამედ მინდა რომ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობდეთ, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს თქვენს ჯანმრთელობას. მე მინდა რომ იყოთ ბრძენი და ჩვენ ახალგაზრდებს მივმართავ ისწავლეთ არა მარტო ის, რასაც მოგინიშნავენ თქვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული პროფესორ-მასწავლებლები. არამედ ისწავლეთ, იკითხეთ, კითხვა ისწავლეთ. ჯერ პირველ რიგში იკითხეთ, სამშობლო შეიყვარეთ, სამშობლოს შეყვარება უნდა, არა ესეთი ლიტონი სიტყვები, მე პატრიოტი ვარ, ერთი რატო ხარ პატრიოტი, თუ სამშობლო გიყვარს, ჯერ უნდა ერქვას ქართულად მამულიშვილი და არა ბერძნულად პატრიოტი. ეს ბერძნული სიტყვა პატრიოტი. და პატრიოტიზმი არის კომუნისტური გადმონაშთი, სხვა შორის, როდესაც და გლობალური გადმონაშთია. ეს პატრიოტიზმს აწვევიან ის ქვეყნები, რომლებიც არიან მრავალეროვანი კონგლომერატი, რომ მამულის ტერიტორიის ცნება ამ სიტყვაში არ ფიგურირებდეს. მამულიშვილობა შეიცავს ტერიტორიასთან კუთვნილებას. პატრიოტი სულაც არ შეიცავს ამას. პატრიოტი სიტყვით ნიშნავს მამის მიმდევარს. აი მამულიშვილობა ნიშნავს ქვეყნის შვილობას. ვისი შვილიც არ უნდა იყო, იმ ქვეყნის შვილი იქ ხარ, რომელ ქვეყანასაც შენ მამულად არ იყო. ამიტომ იქნებით რა პატრიოტები. იყავით მამულიშვილები. და ყველაფერი იცით. მამული იყოს ამოსავალი წერტილი თქვენი ფიქრის. თქვენი მოღვაწეობის, თქვენი შრომის. გაიხსენეთ და დაიმახსოვრეთ და ჩაიბეჭდეთ. ყოველ ღამე თქვენ თავს კითხეთ, აბა მე დღეს ვის რა ვარ. მედებულია. ილოცავთ ახალწელს, ბრავალს დაესწარით და ბრავალს დავესწროთ სულ ყველა ერთად. დიდი მადლობა ბატონ ზაქარია, მეც შეამოვნები თუ ერთდები მოლოცვას. 2025 წელი, როგორც ითქვა, არის აღმოსავლური კალენდრით გველის წელი, გველის სიბრძნე მისურვებია ქართული ხალხისთვის. ეს ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა ჩვენ, იმიტომ რომ გველი ქვეცნობერის დონეზე გრძნობს ლამის ესეთი შედარებას ვაკეთებ, მაგრამ მაინც გრძნობს სად არის საფრთხე და მას მაშინათვე განერიდება ხოლმე. სიბრძნით ვიდგეთ, სიბრძნეში აღმართენით, როგორც იტყვიან ხოლმე და რა თქმა მამულს გული დიდი განათლებისკენ, დიდი ასე ვთქვათ, რყევების ძირი და გასაგისი გაგვეგოს, როგორც საჭიროა ესე 2025 წელს და გვემოქმედოს ისე და იმგვარად, როგორც საქართველოს, თქვენ და ჩვენ სამშობლოს სჭირდება, მის ხალხს სჭირდება, მის საზოგადოებას სჭირდება განვითარებისთვის და მომავლისთვის. ბედნიერი და მშვიდობიანი 2025 წელი მისურვებია თქვენთვის. მადლობთ მომავალ შეხვედრამდე.